კვირის თემა. გასულ კვირას თბილისში სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმი და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია ჩატარდა, რომელსაც ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი დაესწრო. ნატო საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია წარმატებით მიმდინარეობს. ამის შესახებ განაცხადა თბილისში სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმზე ჩამოსულმა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე მხარეებმა ნატოს საქართველოს ურთიერთობების სტრატეგიული საკითხები განიხილეს და აღნიშნეს, რომ თანამშრომლობა სწორი მიმართულებით ვითარდება. საუბარი შეეხო ასევე ვარშავის სამიტისთვის მზადების პროცესს. უსაფრთხოების ფორუმზე, რომელიც ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და ნატოში ინტეგრაციის თემას მიეძღვნა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა კონფერენციის მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს მიმართა და აღნიშნა, რომ რუსეთის მიმართ ვარშავის სამიტზე მკაფიო პირდაპირი და ძლიერი მესიჯები უნდა გაიგზავნოს. თუ ვარშავის სამიტზე რუსეთს არ უთხრეს, რომ აღარ არსებობს გავლენის სფეროები, რომ ევროპა არ დაუშვებს ახალი რკინის ფარდის ჩამოშვებას, რომ რუსეთს ვერ ექნება ვეტოს უფლება იმ ქვეყნებზე, რომლებსაც ხმის უფლებაც კი არ აქვთ, ეს იქნება ჩვენი მხრიდან სისუსტის გამოვლინება და კრემლის გამარჯვება, რომელიც მას შემდგომი აგრესიისკენ უბიძგებს. წინ არის დეკემბრის მინისტერიალი, შემდეგ ვარშავის სამიტი, ქართული მხარე მოლოდინებით და ოპტიმიზმით არის სავსე და პრაქტიკულად დარწმუნებული ვართ, რომ პროგრესი, რომელსაც საქართველოს მიაღწია, მიღწევები, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო თვალსაზრისით, იქნება ადეკვატურად შეფასებული ნატოს ორივე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, იქნება ეს დეკემბრის მინისტერიალი თუ ვარშავის სამიტი. მოსაზრებები, რომლებიც აქ გამოიქვა, ის მესიჯები მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის გზავნილების ჩამოყალიბებისათვის. ფაქტია, რომ ჩვენ პარტნიორ ქვეყნებში გვაქვს უზარმაზარი მხარდაჭერა ჩვენს ევროატლანტიკურ ორიენტაციას, მაგრამ გარდა ამისა გამოიქვა ძალიან ბევრი შემოთავაზება, როგორ უნდა გავუმკლავდეთ ჩვენ საფრთხეებს, რომელიც არის რეგიონში, ჩრდილოეთიდან თუ სამხრეთიდან. ეს ყველაფერი არის ძალიან კრიტიკული იმისათვის, რომ ჩვენ უკეთ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი გზავნილები და ის უკეთ ჩამოვაყალიბოთ ის ინსტრუმენტები, რომელთაც გავუმკლავდებით ამ საფრთხეებს. უსაფრთხოების ფორუმზე საქართველოს მთავრობამ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს ზოგად განცხადებებთან ერთად პოლიტიკური გადაწყვეტილებების აუცილებლობაზეც მიანიშნა. პასუხად ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ ნატოს ბუქარესტის გადაწყვეტილებისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და ვარშავის სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის სათანადო ასახვის შესაძლებლობაზეც ისაუბრა. ნატოს პოზიცია არის საკმაოდ მკაფიო. ის თulis, რომ საქართველოსთვის ღია ეს კარი და საქართველოს უახლოვდება ალიანსს, ეს ერთი, მეორე, საქართველოს მაპი აუცილებლობას არ წარმოადგენს მაპის არსებობა საქართველოსთვის. საქართველოს შეიძლება გაწევრიანდეს იმ ინსტრუმენტების გამოყენებითაც, რომელიც მას გააჩნია. კონკრეტულად ეს ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, რომელსაც საქართველოს ასრულებს და რომლის მიმართაც კეთდება ეგრეთ წოდებული ანგარიშები ნატოსი ყოველწლიურად. შესაბამისად, საქართველოს პროგრესი ნატოში გაწევრიანების გზაზე გაჩერებული არ არის იმის გამო, რომ მას მაპი არ აქვს. და ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ამას ეთანხმება საქართველოს მხარეც პრინციპული თვალსაზრისით, მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით ჩვენ გვირჩევნია და თავდაცვის მინისტრის პოზიციაც ესეთი იყო, რომ გვირჩევნია კონდეს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, რომელიც შემოგთავაზებს უფრო კონკრეტულ რაღაც დღის წესრიგს გაწევრიანებისთვის და რომელიც უფრო მაღლა აწევს ამ გაწევრიანების გზაზე არსებულ ვალდებულებებს. ნატოს კარი ღია უნდა გახდეს ასპირანტი ქვეყნებისთვის, აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ, რომელმაც რუსეთის უარყოფით როლზეც გაამახვილა ყურადღება ბალტიისპირეთსა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებში. საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს შეუერთდეს. ნატოში გაწევრიანება საქართველოს სურვილია, ჩვენ საქართველოს წევრობას რუსეთის პრიზმაში არ ვხედავთ. სურს დაგარწმუნოთ, რომ ქართული სახელმწიფოს მიერ მიღწეული პროგრესის შეფასების შემდეგ ვარშავის სამიტზე საქართველოს იქნება მნიშვნელოვანი პარტნიორი. მას აქვს ნება მიუახლოვდეს ნატოს სტანდარტებს და არა მარტო სამხედრო, არამედ პოლიტიკური კუთხითაც. ეს არის დემოკრატიული მმართველობა, მედიის თავისუფლება, დამოუკიდებელი სასამართლო. ჩვენს გადაწყვეტილებაზე ვეტოს უფლება არც ერთ სხვა სახელმწიფოს არ აქვს. ჩვენ რეფორმებზე ვართ ფოკუსირებული.
ნატოს ოფიციალური პოზიციაც არის ის, რომ რუსეთი არ არის ის ქვეყანა, რომელსაც უფლება აქვს, რომ ნატოს გადაწყვეტილებას დაადოს ვეტო, გაფართოებას შეეხება თუ სხვა, მაგრამ აშკარად გამოჩნდა აპატურაის გამოთქმებში, რომ რუსეთი არის ის ერთადერთი ნეგატიური ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის საქართველოს უფრო სწრაფად სვლას ნატოში გაწევრიანების გზაზე. საქართველოს აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ არ გააღიზიანოს რუსეთი, იმისათვის, რომ რუსეთთან ურთიერთობები კიდევ უფრო არ გაწვავდეს და მოხდეს ნორმალიზაცია კიდევაც, მაგრამ ეს ახლა არის დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირების დრო და სიტუაცია და ამ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, დიდი მოთამაშეები იღებენ თავის თავზე ინიციატივას და აქ უკვე საქართველოსზე ამ თვალსაზრისით ძალიან ცოტაა დამოკიდებული. საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის შედეგებზე და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაის მიერ თბილისში გაკეთებულ განცხადებებზე კომენტარი ვთხოვეთ კონფერენციის მონაწილე პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს. კონფერენცია ძალიან საქმიანი და ინფორმატიული იყო რასაკვირველია. მოვისმინეთ უამრავი ქება ნატოს წარმომადგენლებისგან მის გამო თუ როგორ ვისწრაფვით ჩვენ ნატოსკენ ალბათ თავად რეგიონში ჩვენი არსებობა მათთვის სიმშვიდის მომგვრელია. რასაკვირველია ისინი მუდმივად ძალიან დადებითად აფასებენ საქართველოს წვლილს სხვადასხვა სამხედრო ოპერაციებში. მით უმეტეს, როცა სამხრეთ კავკასიაში პრაქტიკულად ეულნი ვართ ევროატლანტიკური ხედვის მიმდევარნი. ძალიან სასიამოვნო იყო ჩვენი თავდაცვის მინისტრის მრავალი გამოსვლა. უპასუხოდ არ დარჩენია მისთვის და ჩვენთვის ნაკლებად გასაგები ზოგიერთი ფრაზა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მკაფიო იყო გზავნილი იგივე აპატურაისა და ესე იგი ნატოსი, რომ ისინი არ გადადგამენ რაიმე ნაბიჯს, რომელიც საფრთხეს შეიცავს საქართველოსთვის რუსების მხრიდან. ცხადია, ევროპაც და ნატოც არიან უფრო თავშეკავებულნი ამჯერად, თუმცა არც ერთი წუთით დღის წესრიგიდან არ ამოუღიათ საქართველოს თემა. დარწმუნებული ვარ, იმ ჩვენი ვაჟკაცი მეომრების სისხლის ფასი იმდენად მაღალია, რომ მათი სულები ჩვენ გაგვინათებენ გზას ნატოსკენაც და უსაფრთხო ცხოვრებისთვისაც, მაგრამ ყველაფერს უნდა დრო და საკუთარი სიდინჯე.